მოგესალმებით Assassin's Creed-ის მოყვარულებო, ვაგრძელებთ წინა ვიდეოდან, იქ სადაც გავჩერდით წინა ვიდეოში. ჩვენ მივედით სტენტორთან, ასე თქვა სტენტორის სხვადასხვა დავალება შევასრულეთ, რითაც მას დავამტკიცეთ ერთგულება, ნდობა მოვიპოვეთ და კასანდრას მიზანია მივიდეს მამამისამდე სტენტორის გავლით. ახლა მას კიდევ ბრძოლაში უნდა გავყვეთ, რითაც საბოლოოდ მოვიპოვეთ მის ნდობას. მაგრამ აქ დაქირავებულ მომხმარებელმა მომაკითხა, მაგრამ ისაც მოულო. გავარკვევ ამასთან სიტუაციას და შემდეგ თავისუფლად წავიდეთ სტენტორთან ერთად ბრძოლაში ათენელების წინააღმდეგ. ეს დაქირავებული მკვლელი ისე ძლიერია, რანკით ჩვენზე ერთი დონით დაბლა, თუმცა ასეთი მაინც ძლიერები არიან. მე რა რომ ეს მე-7 დონის არის და მე-8-ის თქვენს ხედავთ სიცოცხლე არც ისე ადვილად თაფლდება. აი ნახე ცოტა სახიფათოა უკვე გამიცითლა სიცოცხლე. თუმცა მაქვს ესეთი უნარი არჩეული, რითაც შეგიძლია სიცოცხლე მოიმატო. აი მოვიმატე სიცოცხლე. ესეც ასე ალექტორ ასე პეშენი. ანუ ითარგმნება როგორც ცოფიანი, ასულელებული, გაგიჟებული. აბა ნახოთ ხო არაფერი ქონდა, აგერ ესეც დავამარცხეთ. ცოფიანი ალექტორი. წინ კიდე ბევრი დაქირავებული მკვლელი არის. ჩვენ კიდე ბოლოში ვართ. ახლა კი ნახოთ ხო არაფერი გვაქვს ისეთი აღჭურვილობა, რითაც შეიძლება გავძლიერდეთ. ცოტათი მაინც ბრძოლაში ვიყოთ ძლიერები. აი მუზარადი რა კაპეშონი არაფერია, მაგრამ გვაქვს ესეც აბჯარი. არც აქ არის ამის საინტერესო და არც აქ. შეიძლება დავგვარად რაღაცები დავისხით და ახლა გავყიდეთ სტენტორს ათენელებთან ერთად ბრძოლაში. Ну что, готова сокрушить Афинян? აი ეს ბრძოლა გავყიდეთ მას ათენელების დასამარცხებლად, რომ ბოლოს კასანდრა მივიდეს მამამისთან. Война ждет нас. წავედით. ათენელებთან კასანდრას ასე თქვა პირადულად არაფერი აქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ ამას აკეთებს იმისთვის, რომ მივიდეს მამამისთან. აი ესე ცისფერფერებში არიან ათენელები. საბრძოლველად არც ისე ძლიერი ვარ, მაგრამ რას ვიზამთ. ეს ბრძოლა უნდა შედგეს, რომ კასანდრა მივიდეს მამამისთან, ნიკოლასთან. თუმცა მაქვს ისეთი კარგი უნარები, რასაც სიცოცხლის მომატება ქვია, თუ დამჭრიან, აი დამჭრეს. შემიძლია სიცოცხლე მოვიმატო. ამ ფარიანებთან თან ცოტა რთულია ბრძოლა. იმიტომ რომ თავსიც არა, მაგრამ შრიფტის დახმარებით დარტყმა ძლიერია და ფარსაც ესე ვთქვათ ატარებს ფარში ეს დარტყმა. აი ისე რომ ესეც სადამდე უნდა ვიბრძოლოთ? უნდა ვიბრძოლოთ აი ზევით ეკრანის შუაში ზევით. ჩანს წითელი და ლურჯი შკალა. წითლები ვართ ასე ვთქვათ ჩვენ სპარტელები და ლურჯები არიან ათენელები, რომელიც მალე დაიწყო. ანუ ეს ხაზები აჩვენებს ვისკენ არის უპირატესობა. ამ შემთხვევაში ცოტათ მე მგონი ათენელების მხარეს არის უპირატესობა. უფრო დიდი ხაზი მათ აქვს. და მოიპოვოს
უპირატესობა. ისეც ასე. მე მგონი გათანაბრდა უპირატესობა, თუ არა. ვაგზელებ თავარია არ მოკლა, იმიტომ რომ ეს ხანგრძლივი ბრძოლა არის. რაც ისე ხანმოკლეა და მაგარი მოთამაშე რა თქმა უნდა ეს თავს გაართო შეუძლებელი არაფერია, მაგრამ დამღლელია ეს, აი დიდი ხანი ვბრძოლობ, შეიძლება სადღაც შეცდომა დაუშვა და რამდენი ხნის ბრძოლა, რა ვიცი, რამდენიმე წუთი გაგრძელდება ეს და რამდენი ხნის ბრძოლა წყალში ჩაგეხმაროს. აი ეს ელიტარული ჯარისკაცი აქვს. ეს ნახე რამ ხელა მოაკლათ ეს სიცოცხლე. მე შკალაზე ნახე რამდენი ჩამოვიდა უცებ ეს ელიტარული ჯარისკაცის მოკლედ. ჩანს ერთი კიდე ელიტარული თუ მივედი თამდე. არა ვერ მივდივარ ესენი. არ მოცლი. ახლა რა ხდება? ეს ვიდა. ამ დახოც ნახე ვარი ჯარი. რაც ძლიერია, მოგეთ? აჰა, მივიდა აგრი. ბრძოლა ამასთანაც მოგიწევს. რა ძლიერია, ვაი. სიცოცხლე ძალიან ნელა იცლება. თან ეხმარებიან, ორს. დავართო თავს რაღაცნაირად. მესამეც. სამთან უკვე რთულია. თან შვილის არის. შვილის არსაც ისვია. ერთს აიცილებ, მეორე გესხმის თავს, რა წესია ესე? 3 ერთი. ერთი შეცდომა და ნახე. არა. ცოტა ფრთხილად. ის ძლიერი თან იცილებს თავდასხმას, ვერ უტარი. მე ვერ უტარი დარტყმას. ნახე აი, გადახდა აი მოხდა. დიდ გავლენას არ ახდენს დარტყმას, მოვარტყო, მაგრამ არ იბნები. საპირისპიროდ გადმოდის ეგრევე თავდასხმას. აი ერთზე მეტი დარტყმა არ გამოდის. სერიას ვერ უტარებ, დარტყმების სერიას. ეს ერთი მოიცილა, და ორი ერთზე ცოტა გაგიკლავდეს კიდე. ესეც იცილებს მოკლედ. მესამე მაინც მოვიდა, ანუ 3 ერთზე სულ უნდა იყო. სამართლობა, ზადით შვებიც ხო არია მიმაცემძელი. ესე რა ჩუდია. ძალიან რთულია ასე, თითქმის ვერ უთხრა, ერთს მოუქნევ, ან იცილებს, ან მე ამასობაში უცებ მეორე მოდის. ასე ერთი დამიჭირეს და კიდევ მოუკლეს. იმას ჯერ ნახევარიც არ აკლია სიცოცხლეს. მოიმატოთ სიცოცხლე. არა. სხვა რამეზე დამეჭირა ხელი. ხარის გარბენზე დამეჭირა. თილად. ვაიმე. რა გადავჩი. გამოდი. აქ თუ გადავჩი ახლა. თითქმის 0 მაქვს სიცოცხლის, საერთოდ აღარ არის. ერთი პატარა წკიპორტის კი სულს გამაფრთხობინებს ახლა. მოიმატე. თორ დარტყმას ავიტან. მაგრამ ასე დისტანციურად მიწევს რა, ესე შორიდან. მოდი, ერთი. არა, ეს ჩაერთო ბრძოლაში. აი ეს რა დიდი ხანი ბრძოლობ, იღლები და აი მე უკვე გინდა უცებ დაამთავრო და
გარისკავ ხოლმე, აი გარისკავ და აი კაი ნებისყოფა უნდა მას ნელ-ნელა უნდა იბრძოლო, შეცდომა არ დაუშვა, აი ცოტა სხვა აკლებ. ახლა ნახევარზე ნაკლებია უკვე სიცოცხლე. ამით უნდა დაკმაყოფილდე, რომ აი ნელა ხო ერევი. სანამ მესამე მოვიდა, ბარე მოდი. სანამ მესამეც შეუერთა, მესამე ისიც ელიტარული, ძლიერი ჯარისკაცი. მაგრამ სიძულვი ამას სობაში სიცოცხლე აღვიდგინენ, განულებული აღარა ვარ. აი რომ ვერ უტყარებ, დარტყმის მოკლედ. აი გლის მე ესეთი რაღაცები და ძალიან რთულია. აი დამიჭირე. მოდი გაგიტარო რამოდენიმე მოდი. აუ კარგი ეს სერია კარგი. არა იმისთვის მინდა და ეს ხარისხარგები. ძალიან ცოტა დარჩა, პარე. ერთი ის არის გინდა რა, ერთი. ოღონდ შეცდომით. აუ არ მიწვდა ეს ხარისხარგები რა. ესეც არის. მოვიცილეთ ახლა ამათ გავუმკლავდები რაღაცნაირად. ბევრი აღარ დარჩა. მოდით. ისრები გამითავდა, მოდია. შენ კი გაგიმკლავდები ახლა. რა მოხდა? გავიმართეთ. ანუ 17 ჯარისკაცი შევიწირე, 2 ელიტარული ჯარისკაცი. კარგი. გამოცდილებაც მივიღეთ, მოკლედ მაგარი იყო რა. კარგად გავარჩით თავი. ამპოლაკს. აი დადგა კასანდრას მამამისთან შეხვედრის დრო. აქ ცოტა სტენდორი გატეხილშია. კასანდრას მამამ ნიკოლასმა მოითხოვა, რომ მარტო კასანდრა ამოვიდეს. კასანდრა არა. ეს ჯარისკაცი, ჯერ არ იცის, რომ ეს კასანდრა არის. ამოვიდეს მარტო სტენდორიც არ მინდა რა, ესე გამოვიდა. და მივიდეთ ახლა დადგა დრო. შეხვდეს კასანდრა თავის მამას. აი რაღაცები გაახსენა კასანდრას და ცუდი წარსული, ცუდი მოგონებები მამამისთან. Значит, мы обязаны победой тебе. Скажи свое имя, чтобы я мог поприветствовать тебя. Здравствуй, отец. Давно не виделись. Не может быть. Ты упала. Я не упала. Ты сбросил меня. Я сделал то, что требовал от меня спартанский долг. Я смирился с этим. Пора и тебе. Ты же мой отец. Ты должен был защищать меня. Ты совершила глупость. Вынудила меня. Мне пришлось спасать брата вместо тебя. Оракул повелела убить Алексиоса. Ее слово — закон. Ты же знаешь. Больше ты не будешь прикрываться чувством Хватит! долга.
прошлое не изменить. Я спартанец и умру им. Наемнику, который принесет твою голову, полагается щедрая награда. Поэтому ты здесь. Тебе не убежать от прошлого. Пришла пора ответить за все! Ты заслужил смерть, но в мщении нет чести. Ты должен взглянуть в лицо прошлому, отец. И эта участь страшнее смерти. Я не выполнил свой долг. Не защитил тебя. Не спас вас обоих. Я любил тебя и твоего брата, как своих собственных детей. Но это не так. О чем ты? Этот вопрос лучше задай своей матери. Стой! Найди свою мать. Зачем? Где бы Мирин ни была, она знает больше, чем я. Куда ты идешь? На поиски чести. Остерегайся змей в траве, Кассандра. ეს უცნაური საუბარი იყო ძალიან. Мне нужно уходить. Пора вернуться к Варнаге. ანუ კასანდრას მამა ნიკოლასი არ ყოფილა კასანდრას მამა. ანუ მამობილი იყო. მაგრამ არა ნამდვილი მამა. მოდის კიდე ერთი დაქირავებული მკვლელი, მეექვსე რამის ავასაც გავაკლავდებით. შეხედოთ თუ არაფერი გვაქვს საინტერესო აღჭურვილობაში. ნიკოლასის ხმალი. წავართვით. თან ეს ლეგენდარული ხმალია, ანუ ყვითელი რატანაც არის. ყვითელ ჩარჩოში ლეგენდარული, ანუ ძლიერი. შეგვიძლია შევებრძოლოთ მაშინ დაქირავებულ მკვლელს. მოდი ჩავუსახდეთ ასე, რომ მოვა დავესმერეთ თავს. რა სადგარ ვიხრე? მოდი. მოგამში ვარ რა უკვე. რა პონტი? კარგი, დაგიწევი. ესეც ასე. ანუ რატო გაიკეთე? მოდიოდი ჩემთან. გაიკეთე. ესე ცოტა. შეიძლება აღარ დარჩა. ერთი კარგი სერია უნდა გქონდეს. ვაუ, ძლიერი ისიც. დამთავრდა. ასტრაფი ისკნაი. უსახკარო ასტრაფი. უსახკარო. ვიდეო დაბოდიელობა. კარგი, შემდეგ რა ხდება? უნდა დავბრუნდეთ ბარნაბასთან. ანუ დაქირავებულს ყველაფერი ყავს საინტერესო არც არაფერი. წავედით ბარნაბასთან მაშინ. ანუ რა ხდება? კასანდრამ გაიგო, რომ მამამისი არ ყოფილა მამამისი. ეს ნიკოლას მამამისი არ ყოფილა. ნიკოლას მოუწოდა წადი დედაშენს დაილაპარაკე იმან უფრო მეტი იცისოდა.
ანუ დედაც ცოცხალია ესე კასანდრას. დონე გვაქვს იმისთვის რომ წავიდეთ დედის საძებნელად. ნუ და არა მერვე დონე გვაქვს და მეცხრე გვჭირდება, მაგრამ არა უშავს ერთი ორი დონით სწავლა არა უშავს. თამაშის კლასის ხარჯზე გავქაჩერთ, ესე ვთქვათ, ორი დორით ძლიერ მოწინააღმდეგეებთან. და ეს მართლა საინტერესო, აი მართლა მე რასაც თამაშობ და ასე ვთარგმნი, ჩემთვის ხდება თანდათან საინტერესო ეს თამაში, უფრო უგებულობ რაშია საქმე. ახლა მივდივართ ბარნაბასთან და უნდა დაველაპარაკოთ ბარნაბას. ასე გრძელდება მისია. Итак, ты убила отца? Приемного отца. Ну, думаю, в таком случае боги не будут с тобой строги. Николаус вырастил меня, обучил. Он был моим отцом, хоть и пытался меня убить. Это плохо или нет? Неважно. Не только у тебя были трудности в семье. Спасибо. Я рада, что ты со мной, Варнава. Это взаимно. Как я могу тебе помочь? Найдем мою мать. Она жива, Варнава. То есть, Николаус так думал. Отлично! Слава Гере! Что теперь? Куда плывем, капитан? Первым делом в Факиду. Там меня ждет Элпинор. Он должен мне деньги и разговор. Добро, Кассандра. Заодно можем попросить совета у Пифии. Дельфийский оракул знает ответы на все вопросы. Я подумаю об этом. Славно. Даже цари прислушиваются к советам Пифии. В ее руках судьба мира. Говорят, Да, я знаю. Хватит разговоров о ней. ну хорошо. Ты знаешь, где искать Элпинора, верно? Он в лагере паломников, но перед смертью Николаус предупредил меня о змеях в траве. Похоже, тебе нужно подготовиться. Пусть лучше Элпинор готовится. Ищи меня в храме Аполлона в Дельфах, как покончишь со змеями. Элпинору многое придется კი, объяснить. დავასრულეთ ბარნაბასთან საუბარი და ახლა უნდა გავემგზავროთ სხვა ტერიტორიაზე, რომელსაც ქვია ფოკიდა. ალბათ სავარაუდოდ კუნძული არის, სადაც არის კასანდრას დედა. რა უნდა მოძებნოთ ეს? აი, მეცხრე რანგიც მივახციეთ და რა თქმა უნდა, მიხდებოდით, რომ შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებთ მოგზაურობას ფოკიდისკენ. დაელოდეთ მომდევნო ვიდეოს.